საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის დივიზიონში ყველა მიანგრია და ერთი საფეხურით ზევით ავიდა. მიუყვეთ თანმიმდევრობით. საქართველოს ნაკრები განთესილი იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბ-ლიგაში. ჩვენთან ერთად აქ იყვნენ ახალი ზელანდია, ტაივანი, ოფიციალურად ჩინეთის ტაიბეი რომ ქვია, ისლანდია, ბულგარეთი და ტაილანდი. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი საუკეთესო გადადიოდა ალიგაში და სპეციალისტთა აზრით ეს ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველაფერთან ერთად ამ ჯგუფის მასპინძელიც იყო. მაგრამ რა მოხდა? საქართველოს ნაკრებმა ფავორიტად მიჩნეულ ზელანდიელებს 5-0 გადაუარა. შემდეგ ჩვენებმა მიაყოლეს ისლანდია, ბულგარეთი, ტაივანი და ჩვენი დროით დღეს გამთენიისას ბოლო ტურში შეხვდნენ აუტსაიდერ ტაილანდს. და ამ მატჩის შემდეგ ყველაფერი ასე დაალაგდა. გილოცავთ, საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ერთი საფეხურით ზევით აიწია. იდეაში ყოველ წელს მიზანი პირველი ადგილი არის. ჩვენი სურვილი ყოველ შემთხვევაში პირველი ადგილი არის, მაგრამ რამოდენიმე წელს ეს ჩვენი სურვილი რეალობასთან შესაბამისობაში ვერ მოდიოდა და წელს კი ბატონო, ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, რომ პირველი ადგილი დაგვეკავებინა, მოვემზადეთ მაქსიმალურად, როგორც შეგვეძლო, რომ მომზადებულიყავით პირველი ადგილისთვის. ისლანდიასთან 2009 წელს გამარჯვების შემდეგ სულ ვიმარჯვებთ საბედნიეროდ 2019 წელს სენსაცია მოვახდინეთ მსოფლიო ჩემპიონატზე და 3-0 ვაგებდით მათთან თამაშს და 6-3 ვიმარჯვეთ და ამის შემდეგ რა ვიცი ისლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მუდმივად ვიმარჯვებთ საბედნიეროდ პირველი თამაში იყო ჩვენ კარგად ვიყავით დასვენებულები ისლანდიის ეროვნული ნაკრები ოფიციალურ თამაშამდე წინა დღეს ჩამოფრინდა ანუ ერთი დღით ადრე ვერ შეძლეს დროზე გადაწყობა დასვენება შეიძლება მაგრამ ნუ რა ვიცი ჩვენ ყველაფერთვის მზად ვიყავით და საბოლოოდ გავედით და მოვიგეთ რაც შეეხება ახალი ზელანდიის ნაკრებს რა თქმა უნდა რომ სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ რადგან სახლში თამაშობდნენ ახალ ზელანდიაში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი სამწუხაროდ წინა წლების განმავლობაში ვერ შევძელით ზელანდიის ეროვნული ნაკრების დამარცხება ვერც ერთ მატჩში მაგრამ წელს საბედნიეროდ მოვიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იმიტომ რომ პირველი ორი თამაში ფაქტიურად ჩვენთვის გადამწყვეტი იყო ძალიან კარგად ჰქონდა გრაფიკი აწყობილი პირველი თამაში ისლანდიასთან ჰქონდა მეორე ახალ ზელანდიასთან და მერე დასვენება ჰქონდა და როგორც აღნიშნე ადრე ჩამოვედით 4 დღით ადრე შევძელით კარგად დასვენება მე შემდეგ ამ ორი მატჩის კარგად ჩატარება და მე კიდე ერთი დღით კარგად დასვენება ბულგარეთთან დიახ სამწუხაროდ რა ვიცი როგორ მომზადებულიც არ უნდა იყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეხა ნახეთ რომ არ შეიძლება მოდუნება და ნებისმიერი მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო იმიტომ რომ როგორც აღნიშნე ორ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ვიმარჯვეთ, გვეგონა რომ დანარჩენი თამაშები ადვილი იქნებოდა, მაგრამ აქ სურპრიზებს ყოველთვის აქვს ადგილი და მარტივი არასდროს არ არის ყინულს ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. ორი თამაშის შემდეგ მესამე დღეს ცოტა განტვირთვა მოუწყეთ მოთამაშეებს და ახალ ზელანდიის ქალაქ დუნედინში ვართ ჩვენ სადაც პატარა ექსკურსია ჩავატარეთ, წავედით ვნახეთ აქაური ბუნება, გავატარეთ და გავასწრინეთ ესე ვთქვათ მოთამაშეები. ეთყობა რა ვიცი ამ ყველაფერმა დაღალა და პლუს იმან რომ ძალიან დიდი ენერგია დატოვეს მოთამაშეებმა პირველ ორ თამაშზე. ცოტა დაღალა ჩვენი მოთამაშეები გამოფიტა ესე ვთქვათ, ვერ შეძლეს ალბათ აღდგენა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რა ვიცი, ვაგებდით თავიდან ბულგარეთთან, იმიტომ რომ სულ ესეთი სურპრიზებიც თავზე გუნდი არის ბულგარეთი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყავს, რომლისგანაც არ იცი რა შეიძლება ელოდო. და ნუ რა ვიცი, თავიდან ვიგებდნენ, საბოლოოდ ნუ მე ჩვენც ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ ფრედ დამთავრდა ძირითადი დრო და ჩვენი თავდასხმელის ხარჯზე დამატებით დროში გავიმარჯვეთ ჩინეთის ტაიპეისთან ჰქონდა შემდეგ თამაში რომელიც ასევე სურპრიზებით სეგუნდი არის ძალიან ჩქარი მოთამაშეები ყავთ ნუ უბრალოდ ტაქტიკურ თამაში ცოტა უჭირთ და ჩვენმა მოთამაშეებმა გამოცდილების ხარჯზე შეძლეს რომ კარგად გაეთამაშებინათ ბურთი თამაშის დროს და ამ თამაშიც დამაჯერებლად გავიმარჯვეთ არავისთვის კითხვა არ დაგვიტოვებიან ბოლო თამაშზე უკვე როგორც აღნიშნე ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სათანადოდ უნდა დავაფასოთ მაგრამ ჩვენთან შედარებით ჩვენ ნაკრებთან შედარებით ძალიან სუსტი გუნდი აღმოჩნდა ტაილანდის ეროვნული ნაკრები და შევძელით დამარჯერებლად გამარჯვება პირველ პერიოდში 5 გოლი გავიტანეთ და ფაქტიურად პირველ პერიოდშივა გადაწყვეტილი იყო
უკვე თამაშის ბედი საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ყველა პერიოდში 5-5 გოლი გავიტანეთ და საბოლოოდ ანგარიში 15-1 ვიმარჯვეთ აღნიშნულ შემთხვევაში და დავეუფლეთ მედლებს. გადავედით ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში, რომლის ჩატარებაც გვინდა ჩვენ განაცხადს ვაკეთებთ ახლა მსოფლიო კონგრესზე, რომ ჩვენთან ჩატარდეს აღნიშნული დივიზიონი მომავალ წელს. რთული დივიზიონი არის საკმაოდ, უმეტეს გუნდებთან ვინც იქ თამაშობს, ნათამაშები გვაქვს და უმეტესთან გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, მაგრამ მაინც ნებისმიერ გუნდი ცდილობს რომ განვითარდეს, წინ წავიდეს და ერთ ადგილზე არავინ არ არის გაჩერებული, რა თქმა უნდა, ვითარდება თითოეული გუნდი, ასევე ჩვენ მოვემზადებით და იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს თუ ჩატარდება სხვა ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩატარდეს, ჩვენი ეროვნული ნაკრები მზად იქნება ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მეორე დივიზიონში მონაწილე თითოეულ გუნდს.